სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბაზრი დისკუსიები ტრადიციისამებრ პარასკევს საღამოს გიბრუნდებათ საინტერესო თემებით, საინტერესო დანებზე და ტრადიციულ წამყვანებთან ერთად. გამარჯობა, მოგესალმებით. მიშა. დიახ, გიორგი. შენ ხარ მომზადებული თუ არა მიშავს. მადლობთ არა მიშავს. მოდი რა ვთქვათ, იცი გიო, საიდან წამოვიდა დღევანდელი თემის ასე ვთქვათ იდეა. და ეს არის ჩვენი გამომწერის ჩაგდებული ასე ვთქვათ სკრინიდან მოვიდა ეს ყველაფერი, გეგიმ ჩავგვიგდო ორივეს სკრინი და იყო ასე ვთქვათ მოთხოვნა და ამას სულ ვიძახი ხოლმე რომ ანუ თუ ჩვენი გამომწერები კომენტარებში საინტერესო იდეას მოგვაწვდიან, ჩვენ არ დავზარდებით და ჩავწერთ. კი ბატონო. და რა ქვია დღევანდელ გადაცემას? საინვესტიციო დანები. ანუ საინვესტიციო თვითონ ტერმინი ხო ზოგადად არის ეკონომიკური ტერმინი, ფინანსური ტერმინია და ჩემს მაგას უნდა ჩავუღლავდეთ. კი ბატონო, იმიტომ რომ ნუ ვინაიდან დავარქვით ეს სახელი, ცოტა ისეთი კუთხითაც უნდა მივუდგეთ რა, იმიტომ რომ იქ არის სხვადასხვა კოეფიციენტები არის ინვესტიციებში და კაროჩე მათემატიკა და ფინანსებით შემოვიტანეთ რა. მე ფინანსებში ეგეთ ძლიერი ვერ ვარ, შენ მე მგონი მაგ კუთხით ცოტა კონდა ხო რაღაც გამოსtildeება. არა უშავს, ნელა. მე საშუალო განათლება მაქვს, მაგრამ ჩემი გულად გლეხურად ავხსნი რას. კი ბატონო. მოკლედ თემას ქვია საინვესტიციო დანები და ზოგადად დანები როგორც ინვესტიცია. რო გავშალოთ ეს თემა, ანუ ძალიან ბევრისგან ესეთ კითხვები ხშირად ისმის ხოლმე, რომ ანუ შეიძლება რომ დანაში რაღაცა ფული იშოვო, ან ვიყიდო დანები და მერე ძვირად გავყიდო. ეს არის როგორც ისეთი ობივატელური კითხვა რა, მაგრამ ამ სინამდვილეში არის კიდე ერთი მომენტი და მსოფლიოში ნამდვილად არის რამოდენიმე კატეგორია, რომელსაც დანებს როგორც ინვესტიციას უყურებს შეგნებულად და არის ხელოვნურად, ანუ აი თავისით რო გახდა საინვესტიციო ნივთები, ეგეთი ნივთებიც არის. მოდი სანამ კარგად გადავალთ პირდაპირ ვიტყვი რომ ჩემთვის მიუღებელია მაგ მიზნით დანების შეგროვება. მიზნად რო ეს გქონდეს რა? ანუ რომ ფული დააბანდო. ფული დააბანდო თუ ფული მოიგო? ან მაგ ნახე ინვესტიცია არის ორნაირი. ერთი არის ინვესტიცია რომ მოიგო ფული, მეორე არის რომ ლიკვიდური ნივთი გქონდეს. ხო, ფულის რომ ანუ ოქროს რატო ყიდულობ ადამიანი რომ რო დაგჭირდეს უცბად გააკეშო. ანუ მაგისთვისაც ჩემთვის მიუღებელია თორე დანარჩენი ყოველას თავი აი ჯუბეპარება რომ რატო ვაშ რაღაცა ვერ ვხედავ რომ მაგაში შენთვის მე ჩემთვის იმ დანა ანუ გავიცია რა. გავიგე, მაგრამ რო დაგჭირდეს პირობითად თანხა არ გაყიდი დანას. ხო მაგას როგორ არ გავყიდი კაცო. შესაბამისად დანა, მაგრამ მაგიტო დანების შეგროვება რომ ფული მე გავყიდო და ფული ამოვიღო, მაგიტო ანუ ეგ იდეა არასდროს არ ყოფილა. არა, მაგრამ ეს თამდები ხო არის რომ ანუ ხო იცი რომ ანუ რაღაც ქვეცნობიერად არ გაქვს რომ რაღაცა ერთმა არ დამაჭიროს და რაღაცა რო იყოს გავყიდი და კი როგორ არა ეგ მაქვს, მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ყოფილა მომხმარებელი შემოსულა და ესეთი მოთხოვნა გქონია რომ ისეთ დანების ყიდვა მინდა რომელსაც ფასი მოემატება. ხო, მოდი მაშინ ძირშივე განმარტოთ. ჩვენ არ ვიცით ეგეთი დანები, რომელსაც აპრიორი ფასი მოემატება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ განვლილ ასე ვთქვათ სტატისტიკაზე, რა მომხდარა, რაზე მომატებულა, რა ითვლება ზოგადად, რა კრიტერიუმებით ითვლება, ამ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ზუსტი რეცეპტი, რომ პირობითად წახვალ და ხვალ იყიდი დანას სახელად გივი, გვარად, სიხარულიძე და ის გახდება ზეგ სამჯერ ზვირი, იცი შენ მე არ ვიცი. არც მე არ ვიცი. კი ბატონო. კიდე ის რას ვიტყოდი, არ ვიცი რამდენად კარგად გადმოვცემ მე აზრს შენც მომეშველე. აი ძვირიან დანებზე მეკითხებენ რომ ეს რატო ღირს ამდენი და ალბათ ამ თემასთან ახლოს არის მიშა რომ რაღაცა განმარტო რატო ღირს ამდენი. რაღაცა კონკრეტული ჯგუფი თანხმდება რომ ეს ღირს ამდენი. მეტი რა არის ამის ღირებულება. მეც ოქრო რომ აქვს, მე ოქრო ვიცი რომ ის რაღაცა ჯგუფი ადამიანების იცი რომ ამას გადაიხდის ამას თანხას. ამას ჩემზე და გიორგიზე ბევრად საინტერესოთ YouTube-ზე უამრავი ვიდეო არის და შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის ფას წარმოქმნა და ღირებულება რა, ანუ ეკონომიკაში, ანუ პირობითად ნებისმიერ სხვადასხვა პერიოდში ჯერ იყო რა ქვია იმას მოლუსკი რაშიც არის იმას რა ქვია ნიჟარებით ხდებოდა ჯერ ურთიერთგაცვლას აკონლის, შემდეგ შეთანხმდა ხალხი რომ ეს ცუდია ოქრო, ბიტკოინი, ასე შემდეგ. ანუ ამას არ ჩაუყრობდეთ. ჯამში ხალხი აფასებს რომ ეს უღირს ამათ რა. ვიღაცას უღირს, ვიღაცას არ უღირს.
დამთავრდა მორჭა და მათ მეტი არაფერი არ არის. კი და ოქროს თუ აქ კიდე რომ ვიცით რომ მასა ვარ შეთანხმებული რომ 1 გრამი ოქრო რაღაცით გინდება აქ ეგრე არ არის მასა ვარ შეთანხმებული მას რაღაცა ჯგუფი შეთანხმდა რომ ბიტკოინი ის ამდენი მე ვერ გავიგე სიმართლე გითხრა მიშა არ არსებობს ვირტუალურია რაღაცა მაგრამ ხალხი ნუ ხო მაგრამ იმ ბიტკოინს დღეს აგერ უკვე რაღაც ახალი ისენი აქვს რომელიც უკვე გამყარებულია იმით ამით იქით აქეთ დავანებოთ თავი რაც შეეხება დანებს რაც შეეხება დანებს ანუ დანები ზოგადად რამოდენიმე ჯგუფად იყოფა რა ეს არის თავშივე რომ იცი რომ ის არის საკოლექციო ძვირფასი ნივთი და საკოლექციო ძვირფასი ნივთი ლოგიკურად დროში უფრო ძვირი უნდა გახდეს კი ბატონო და არის დანები რომელიც არაფრით არ გამოირჩევა სხვებისგან მაგრამ რიგი გარემოებების და გამო დროთა განმავლობაში გავარდება და მათი ფასი ადის მაღლა. მეთანხმები? კი ბატონო. რამე სხვა მას გამოყოფ კიდე? არა, არაფერი. ერთ დავამატებ, ცალკე არის ისტორიული ღირებულების დანები და ისტორიულ ღირებულების დანებში ორი ნაწილით განისაზღვრება. ეს არის სხვადასხვა ეპოქის ცნობილი ოსტატების ქმნილებები და სხვადასხვა დიდ საომარ, ასე ვთქვათ, ღონისძიებებში მონაწილეობა მიღებული დანები, ანუ რომლებიც ძალიან ფასობს. მაგისთვის დღეს არსებობს თანამედროვე ინტერნეტ სამყაროში უკვე ძალიან იოლად შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები, მაგალითად, თავისუფლად შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ მე-17-მე-18 საუკუნის გამოჩენილი მალაიზიელი ოსტატები და მათი ნამუშევრები და იმის მიხედვით გადაწყვიტოთ რა ღირდა მაშინ, რა ღირდა 100 წლის მერე, დღეს რა ღირდა თქვენ განსაზღვროთ, გინდათ თუ არა შეიძინოთ, იგივენაირი მონაცემები არის იაპონელებზე, ასე შემდეგ. ასევე არის ომებში რო იყო მონაწილეობა და იმის დამადასტურებელი ინფორმაცია რო არის რომ კაპიტან ვიღაცას მაგალითად ქონდა ამა და ამ ბრძოლაში ის რო ღირს ამ ყველაფერს მოყვება ძალიან ბევრი გაყალბებებიც და არის უამრავი გაყალბებული დანები რომ შეხედავდა შეიძლება 3-4 ექსპერტმა ვერ თქვას რომ ეს იყო ადმირალ კანარესის თუ არ იყო მოკლედ ეს ცალკე მიმართულებაა და ჩვენ ამაზე დღეს არ ვსაუბრობთ ჩვენ ვსაუბრობთ მოდი დღევანდელ დანებზე მიშა დღევანდელ ნამდვილად ჩვენ ეპოქაზე ვისაუბროთ გებატონო გაქვს საინვესტიციო დანები შენ მე სხვანაირად ვეძახი ამას მე ვეძახი უბრალოდ ანუ დანებს წარმატებულ დანებს დავარქვევ ჩემი ტერმინი მოვიფიქრე ანუ და მე მაქვს ასე ვთქვათ იმის ამბიცია და პრეტენზია რომ მე შემიძლია რაღაცა ცოტა განჭვრიტო და სხვა კატეგორიაში ვიწინასწარმეტყველო რომ რაღაცა გაიმატებს თუ არ მოიმატებს. ეს შეიძლება ვიღაცისთვის ამბიციური ნათქვამი იყოს, არა სხვას არ ვახვევ თავს არავითარ შემთხვევაში. რომელიმე დანა გაქვს მაგანზე ვთქვით რომ ვთქვათ ფასის გამო და არა იმიტომ მოგწონს არ მოგწონს. არა, არც ერთი. არა, მაგას თუ გულისხმობ რომ იმიტომ რომ მე რეგაძვირდება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ჩემი კოლექციიდან მაგალითად დარწმუნებული ვარ რომ რაღაცეებზე, მაგალითად ჩემი ძენია 6 წლის წინ $20 დღეს ღირს $100 და ვიცი რომ ზედა ზღვარი სადაც 200-მდე ავა. კი ბატონო. ის არასდროს არ გახდება 2000, მაგრამ აი იქამდე ავა რა. კი ბატონო. რა კატეგორიებით შეაფასებდი შენ მაგალითად, როგორ ფიქრობ, რატო ძვირდება სხვადასხვა დანები? შენი ხედვა ხო, აბა მარტივად თქვა ძალიან რა. ანუ რაც მეტია ხალხის ინტერესი და მიწოდება ნაკლები არის, მით ზვირდება. ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. შეიძლება საერთოდ თავის დროზე წარუმატებელი მოდელი იყოს რაღაცა. მაგრამ თქვა რაღაცა ისეთ ხელოსანთან იყოს დაკავშირებული და მე უცებ გავარდეს მე ის. გარდაიცვალოს შეიძლება ეს ადამიანი და გახდეს პოპულარული. სხვადასხვა რაღაცაზეა მოკლედ დამოკიდებული. შეიძლება იყოს მასალები, რომელიც შემდეგ დეფიციტი გახდა. ეს შეიძლება იყოს პირიქით იმ დროისთვის რომ ნოუ-ჰაუ იყო მასალა და მაგის გამო რომ არის ტექნოლოგია იყოს შეიძლება რომ არის უამრავი ტექნოლოგია რომელსაც დღეს აღარ აკეთებენ რაღაცა მგონია რომ დღეს ძალიან ფართოდ გავრცელებული არის ხელოვნურად შექმნა რაღაცა დეფიციტის ან რაღაცას მე მოქმედებს იმას რომ ფასი მატულობს 100%-ით. რასაც ძალიან ჩემი აზრით შეცდომაში შეყავს ძალიან ბევრი ადამიანი.
აი ძალიან ბევრი რა, მაგალითად Strider-ის მოდელი არის ეგ და აი ბოლო პერიოდში რასაც Strider-ი აკეთებს პარკებში როდებს, ანუ აი ცელოფნის პარკებში და თუ $1000 ზევიდებს, მაშინ რო აკადრებს ფაუჩს. ხო, ნუ აი ჩემთვის არის აბსოლუტურად მეუღებელი რა. ბაძა ერთი-ორ ხელოსანს მაგაში. ხო, კი ბატონო, უბრალოდ ხო. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ და რაღაც კონკრეტულ დანებზე ვისაუბროთ ბატონო გიორგი. თითო ასე ვთქვათ წარმოადგინოთ და ავხსნათ რა და როგორ კი ბატონო. აქვე დავამატებ რომ ვიცოდი რა რომ გიორგი წამოიღებდა ისეთ დანებს ასე ვთქვათ სუყე დანებს ეჭვი არ მეპარებოდა შეძლების და გვარად შევეცადე რომ მაქსიმალურად დაბალპასიანი დანები შემერჩია და საინვესტიციო საპირწონე დამედო ასე ვთქვათ. კაი, არც ეგეთი მსუყე ცოტა არის იქით, მაგრამ სიმართლე გითხრა, ბევრი არ მაქვს ეგეთი რა. ანუ არასდროს მაგის მიხედვით არ მეყიდია დანა ესე რა და ერთი მოდი აი მე მინდა რომ აი ამ ბრენდზე ვისაუბრო, რომელსაც თქვა მომატება ფასის სხვადასხვა არის ასევე რა. არის რომ თქვა მაშინვე ემატება ფასი. არის რომ ნენელა ემატება და გვიან ემატება. მაგრამ CKF-ი არის ბრენდი, რომელიც ფასშეზღუდული რაოდენობით აკეთებს და მე მაშინვე გადამყიდველებთან ან მე უკვე რაღაც ერთი $100, $200 მომენტალურად. $100 მოემატოს ხოლმე რა. მოდი ეგ სისტემას ავხსნათ რა, მოკლედ დაანონსა ბრენდმა დანა. ხო. თქვა რომ 15-ში ხდება გაყიდვა. კი ბატონო, წინასწარ შეგვეთებს ღებულობს. წინასწარ შეგვეთებს ღებულობს. ხანდახან არის რომ არ აკეთებს ლიმიტს ერთ კაცზე, ერთ კაცს შეუძლია 15 იყიდოს. კი ბატონო, გადამყიდველმა იმას კიდია მთავარია გაყიდოს. კი ბატონო. გადამყიდველებმა იყიდეს და დანას ფასი მოემატა. არის. თავმოყარე ბრენდები ჩემი აზრით აკეთებენ ერთ ადამიანზე, შეზღუდავს რომ ერთ ადამიანს შეუძლია. არ აკეთებენ. კი ბატონო. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნუ ძალიან კარგ დანებს აკეთებს. ძალიან. ჩემი აზრით ხელოვნურად აკეთებს მაგას, რომ თქვა დეფიციტს ქმნის, რაღაცა შეგვიძლია არის და ხალხს უნდა რამისიდან არა და ეხლა რო არ არის და არის შოება. კი ბატონო. იმდანაში გინდა რომ აქ მინდა რომ ერთი რაღაცა დავამატო, რახან CKF-ზე დავიწყეთ საუბარი, ანუ საინვესტიციო ღირებულება არ შეიძლება იყოს ყველგან ერთი და იგივე. ანუ რეგიონების მიხედვით განსხვავდება. ანუ ის რაც პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება იყოს ძალიან მოთხოვნადი და ძალიან მაღალ ფასად იყიდებოდეს, იგივე ვერ იქნება ირანში. ანალოგიურად ის რაც მაგალითად რუსეთში შეიძლება იყოს ძალიან მოთხოვნადი და დღეს რო ჩვენ ძალიან გვინდა ძველი ბელკა მაგალითად, ხო, მიჩიგანში შეიძლება მაგრად ფეხებზე ეკიდოს ვიღაცას რა. ხო, იმიტომ რომ იქ არაფასებს რა, აკაური ჯგუფი აქვს. კი ბატონო. კი ბატონო, ეგ არის. მოკლედ, CKF-ის დანები არის ესეთი, რომელიც მასიურად ყველა არა, მაგრამ ხშირად არის ესეთი მოდელები, რომლებიც უცებ იყიდება, მაგალითად რატაქსი იყო ჩვენ შემთხვევაში. კი ბატონო. ეგრევე ამოიყიდა უცებ და უცებ მეორად ბაზარზე უკვე ერთი 100. რატაქსი საერთოდ არ მომწონს არა და მე, მაგრამ სამაგიეროდ მათი ისენი, რა ქვია, ძველი მოდელები, რომელსაც საერთოდ აღარ უშვებენ ახლა რა. აი, არ ვიცი, რა ვიცი, გინდა ვექშა HD ეს თუნდაც ბრატი ხო ეს? კი, ბრატია. ხო, ანუ ძალიან მაგარია, ანუ კოლაბორაციები მათი. ანუ შენ იძახი მოკლედ, რომ ეს არის საინვესტიციო დანა. ანუ რაც ესე რომ შეხედოთ რა პოტენციურად. ჩემი აზრით, რაც უნდა დრო გავიდეს, რაც უნდა ინფლაცია გაითვალისწინოს, იმაზე ნაკლებად არ გაიყიდება მაგალითად ეს, ვიდრე თქვათ რო ღირდა. ინფლაცია რახან ახსენე, გადაცემის ბოლო შემინდოდა მეთქვა, მაგრამ მოდი მაშინ ახლა ვიტყვი. საუკეთესო საინვესტიციო, ასე ვთქვათ, მომენტი ეს არის ინფლაციის გათვალისწინება. მეგობრებო, თუ მართლა გინდათ, უბრალოდ პირობითად რაც ღირს დღეს $100, 30 წლის მერე ის უეჭველი ეღირება მეტი. ანუ დანების ეს არის ყველაზე აპრობირებული თემა, რომ მაგალითად, როდესაც ვიცით, რომ რაღაცა კომპანია გაკოტრდა ან დაასრულა და გარკვეული რაოდენობა და ვიცი რომ ნორმალური ხარისხია დანების იყიდება, შემიძლია ის ვიყიდო, ხელი არ ვახლო, დავდო და 30 წელიწადში ყველა ვარიანტში ვიქნები მოგებაში. მაგის უამრავი მაგალითი არის eBay-ზე, იაპონიაში წარმოებული კერშოვების, სოგები, ძველები რო ანუ ტონა რო აქვს ნაყიდი და $15 რო აქვს ნაყიდი და ეხლა რო ღირს $200. კი ბატონო. არის. ნახო მეორე ბრენდი, ნახე მეორე ბრენდი, კი ბატონო, ნახე მეორე ბრენდი. მე აგერ ამოვალაგებ მანამ. სხვა ალბათ ძალიან ბევრი მიხვდება რა ბრენდზეა საუბარი, იმიტომ რომ თითქმის ყოველთვის ხშირად ამ ბრენდს ვაქებ და
ამ ვიდეოშიც დაიმსახურა ჩემი ამ ბრენდმა ადგილი მიშა. ხო, მე სხვათა შორის მის საპირწონეთ მინდოდა ერთის წამოღება და გულწრფელად გეტყვი, ვინაიდან დღეს ფეხით მოძრაობდი, ვერ გავბედე უბრალოდ ტრანსპორტირება. და მოდი აკრას დავიწყოთ და ვიტყვი იმ საპირწონესაც ვახსენებ რა. კრისრევები მეგობრებო, კრისრევები ჩემი აზრით არის ნამდვილად არის საინვესტიციო. 100%. კრისრევს ფასი არ უვარდება და მე მგონია რომ ანუ ყველაზე აი გულწრფელი ფასნამატი კრისრევებს აქვს ერთ-ერთი. ანუ არანაირად არც ცდილობს რომ რაღაცა დეფიციტი შექმნას ანც რაღაცა თვითონ ავტომატურად ემატება ფასი. მაგალითად ძველი კრისრევები რო აიღოთ 20 წლის წინანდელი, ვისაც აქვს ძვირები არის ახლა. კი. ძალიან დაფასებული არის. ამ შემთხვევაში დღეს რო ეს სერიულად აკეთებს კრისრევი ძალიან კარგ დანებს და დღევანდელ დღესაც რო თქვა ფასი არ უვარდება დაბლა. მე მგონია რომ კრისრევი ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ კრისრევი რო აღარ იქნება, ყველა მისი ნამუშევარი სხვანაირად დაფასდება. აუცილებლად. კრისრევის ბრენდი არ შეწყვეტს ისტორიას, აგრძელებს კეთებას, მაგრამ ის რო კრისრევის დროს არის გაკეთებული, მე მგონია რომ იმას სხვანაირი ღირებულება აქვს. აუცილებლად. აი ეგ არის, რასაც არავინ არ დაობს ნამდვილად. დანარჩენი ახლა კი ზოგიერთი მოდელი დამასკურები, რომელიც ახლა დღეს თქვა რამდენიმე $1000 მერე იმას ასტრონომიულად შეიძლება მოემატოს ფასი. ამ სერიულებს ეგრე არ მოემატება გამორიცხული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფასი მოემატება და არ დააკლდება. არ დააკლდება არც ერთ ვარიანტში და ყოველთვის მოთხოვნადი იქნება, მე მგონია რომ ეს დანები მით უმეტეს კრისრევი რო აღარ იქნება მერე რომ მისი ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ჯილდოები ზოგადად და ერთ-ერთი მთავარი ჯილდო ეს არის Blade Show-ს ნომინაცია წლის საკოლექციო დანა და წლის საინვესტიციო დანა პირდაპირ ესეთი ჯილდო არის და როგორც წესი ორი კომპანია იგებს მუდმივად. მეორე? ერთი ეს არის და მეორე აბა შენ თვითონ თქვა მეორე. რა თქმა უნდა, ეს ამერიკული არის. გამიგრძელდება საუბარი. ისო განახობს? ჰა? ჰოკი არა. ჰოკს არასდროს არ აკეთებ. ჰოკი ანუ ზოგადად ანუ მაღალ ტექნოლოგიურ იმაში იგებს ხოლმე, ინოვაციებში იგებს ხოლმე მაგ იმას, რა ქვია, ნომინაციას. საინვესტიციო. პროტეკი არის, ანუ ყოველთვის ეს პროტეკის custom ხაზი არის, ანუ არავის არ აქვს იმდენჯერ მოგებული, მაგალითად Microtex არასდროს არ აქვს მოგებული. ხო, კაი, ნუ არ მეგონა ეგრე. ამოვიღებ პარე? ამოიღე, თუ გაქვს წამოღებული, მე არ წამოვიღე, კი ბატონო, ამოიღე. იმიტომ რომ პროტეკის custom ხაზი არის, აი, ზუსტად გაქვს, ეხლა აი კონკრეტულად ეს არის ფანტასტიკური მაგალითი. აი ეს ორი დანა არის დღეს ხელმისაწვდომ ბრენდებში ალბათ ორი საუკეთესო ბრენდი. ანუ ხაზგაუსმა მე არ ვეძახი ვიღაცა ინდივიდუალურ custom knife maker-ებზე რა. აი ორი ბრენდი, რომლის ნაკეთობაც დარწმუნებული. აი ეს დანა მაგალითად, კონკრეტულად ამ დანაზე ვიძახი. მე ვფიქრობ, რომ 20 წელიწადში 300%-ით გაზრდება. კი ბატონო. აი დარწმუნებით ვიძახით ან ამას რა. ნამდვილად მოემატება კარგად ფასით. კი ბატონო. იცი რა გამახსენდა ახლა ისიც ვარ ვახსენოთ. ჰაიპი არ ვიცი რამდენად სწორი სიტყვაა მაგის განმარტება რა არის, მაგრამ აი აჟიოტაჟი დაარქვი კი ბატონო რა. დადებითი აჟიოტაჟი. აი ჰალოებზე და ამებზე ამ აფხელა თანხებს რო იხდიან. ეს ჰაიპია. ხო, კი. შეუძლებლად, აბა რა თქმა უნდა. მე და მე ხელი თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ჰაიპი ატეხილი კონკრეტული მარკეტინგული ქმედებებით, ასე შემდეგ. საინვესტიციო ღირებულებები შეიძლება კონდეს ნივთებს ჰაიპით, შეიძლება კონდეს ანუ მასალებით და მასალებში მაგალითად სულაც არ არის საჭირო მაგალითად რაღაც საოცარ მასალებს. აი მაგალითი მინდა მოვიყვანო რა. დანა რომელიც ჩვეულებრივი და ღირს $35. აი ამ კონკრეტული მოდიფიკაციით, რომელსაც უბრალოდ აღარ გამოდის და აგერ ხელი ამწავს მომწეჭკნა და გამომწარა თან მაგრად ამ წუთას აი დღეის მდგომარეობით რა სამჯერ ზვირიღი სტანდარტულთან შედარებით ეს არის Bushman CTS BDR-ზე და დღეს გამოდის კრუპის ფოლადით, მაგრამ აი ამ ფოლადით რომ მოგინდეს ყიდვა, დღეს რომ უნდა გადაიხადო სამჯერ მეტი.
აი ეგრე გამოგვიდა ამას. კი ბატონო, იმიტომ რომ უბრალოდ არ გამოდის ამ ფოლადით და ანუ კონკრეტული ადამიანებისთვის ეს არის ძალიან საინტერესო რა. ანუ კონდეთ ვიწრო ჯგუფისთვის, რა თქმა უნდა, ვისაც კოლსტილი აინტერესებს, იმისთვის ანუ ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ბუშმანის საუკეთესო ფოლადით ეს არის. ამაზე კარგით ბუშმანი არ გამოსულა. როგორც მაგალითად რეკონი ყველას უნდა რომ კონდეს პირველი რეკონი CTS XHP-ზე. ის იგივენაირად არის ეს რა მაგალითად დღეს მდგომარეობით. ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არის მასალის მიხედვით. საინტერესო. ამ თვალით არასდროს არ შემიხედავს. მეორე მომენტი, რომელიც თქვი რომ მე პირადად $20 გადავიხადე და დღეს დაახლოებით $70 ღირს ეს დანა, ეს არის კერშოუს დანა, რომელიც არის რიკ ჰინდერერთან ერთად გაკეთებული და ანუ იქიდან გამომდინარე რომ ანუ ამას მეტს ესენი ვერ გამოუშვებენ, დამთავრდა ერთხელ გამოუშვეს, მეტს ესენი ვერ გამოუშვებენ რა. შეთანხმება არა ესეთი რა, მოკლედ კონტრაქტის მიხედვით, ანუ ამ ბიუჯეტურ სეგმენტშიც საოცრად ხდება დანების გაძვირება. ამის რის საფუძველზე ვიძახი ამას ახლა რა. მაგალითად კერშოუს ჰქონდა მოდელი რა, სიგალ ერქვა ამ მოდელს, რომელიც როდესაც გამოუშვეს ღირდა $60 და დღეს $300-400 ღირს და იცით თუ იშოვეს. ჰინდერერის დამსახურება ხო არის აქ? ეს არის ამ შემთხვევაში დიზაინერის დამსახურება. კი ბატონო. ეს არის დიზაინერი. აი მაგალითად ერთი თვი არის, რაც უზი ვარ მიშა მოდელს კერშო 1900. ხოქთან ერთად რო კი და მე არ ვიცი თავის დროზე ეგ რა ყიდა ეგთანები, მაგრამ eBay-ზე ახლა რო შეხვიდე $300 აწერი. კი ბატონო, ზუსტად მაგიმო მაქვს. $300 გადახდა არ მინდა, იმიტომ რომ თქვა. იგივე არის ტილტი კერშო, რომელიც წარმოიდგინე 2000 წელს Elmax-ით გამოუშვეს და რა ქვია გუსტავოს დიზაინი და მთელი ამბავი და აქეთური იქეთური. მოკლედ ამ შემთხვევაში ხელოსნებმა, ანუ თავიდან ვერავინ ვერ წარმოიდგინდა, შეიძლება იქოდან რომ გავარდებოდა, ეგრე უბრალოდ ხელოსანმა, დიზაინერმა იმდენად გაქაჩა, ესე ვთქვათ, რომ მე მეორე მომენტია თავიდან რომ წარმოიდგენ, როდესაც არის first run-ი. ანუ ეს არის მაგალითად პირველი ნამუშევარი ZS-ი და ჰინდერერის და თუ მაშინ ეს დანა ღირდა $200 პირობითად, ეხლა ანუ აი ეს კონკრეტული ღირს 400-მდე, 360 რა, ანუ ესეც არის კონკრეტული ვიწრო ჯგუფისთვის რა თქმა უნდა რა. ინტერესს მოყვარული თუ ხარ, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ეგეც ალბათ კულტურის თემა არის მიხე, იმიტომ რომ ჩვენთან არავინ არ გადაიხდის თქვა. ჩვენთან არავინ არ გადაიხდის, ჩვენთან წავა და იყიდის ახალ ბევრ დანებს. ამდენი ღირდა და ეხლა პირიქით იაფი უნდა იყოს რა. იმიტომ რომ არ არიან ჩვენთან ეგეთი მოყოლები ჰინდერერის თქვა და ეგრე რომ ჩვენთან მგონია რომ არასდროს არ იქნება ეგრე. მე მაქვს რომ ძალიან სკეპტიკურად ვარ რომ ჩვენ პატარა საქართველო რა და ვიწრო ჯგუფი არის მაინც დანების მოყოლების ალბათ. სხვა რამის მოყვარულებშიც ეგრეა, ანუ მე არ ვიცი საქართველოში რომ რამე ფასდებოდეს რა. ხო, კი ბატონო. ცოტანი ვართ რა. კი ბატონო. მან ცოტაზე მეტად ალბათ უფრო კულტურის საკითხია, მაგრამ დავანებოთ მაგას თავი. უშუალოდ დანებზე ვისაუბროთ. აბა კიდე გაგვიზიარე ბატონო გიორგი თქვენგან საინვესტიციო დანები. საინვესტიციო დანები, კი ბატონო. აი მაგალითად მე ვფიქრობ რომ აი ეს ვაჟბატონით საინვესტიციო არის მიშა. ოღონდ იმისაგან განსხვავებით, წეგან ვსაუბრობდით რომ ხელოვნურად აი სიკეებზე რაღაცნაირად თქვა მეც გაყიდიან, რაღაცა ლიმიტს ქმნიან, ესენი აკეთებენ რაც შეგვიძლიათ იმ თავის მაქსიმუმს. თავის მაქსიმუმს აკეთებენ და წყვეტა არის ამ დანებზე შეიძლება ითქვას და მე მგონია რომ აი საინვესტიციო ცოტა შევხედავ. ეხლა მეორად ბაზარზე ესენი ეგრევე მატულობს, იმიტომ რომ შოვნაჭრის ხოლმე $100-150 მატულობს და მე არა, მე უკვე თქვა ვარდება ხოლმე, თქვა ნახმარი არის ისა, მაგრამ ეხლა ამ ხალხს რომ რომ მოუვიდეს, აი ამ ხალხს რომ მოუვიდეს, აი ამ დანის ფასი მე მგონია რომ აი ძალიან მაგრად აიწევს. მე ესე დაგისმევ კითხვას. შენ ესე იგი იძახი რომ ამ შემთხვევაში დანის ხარისხი აძლევს მას საინვესტიციო ღირებულებას, ეს ხო რეალურად ხარისხია. კი, ამ შემთხვევაში ეს ხარისხია. ამ დანაზე ჩვენ ადრეც გვისაუბრე, ანუ ამ ხალხმა გააკეთა ისეთი დანა, კი ბატონო, რომ ვეღარ აუნჯობესებს. ანუ და ეს მოდელი. კი ბატონო. და ცდილობენ დიდი მოდელი გააკეთეს, XL ფიქსი გააკეთეს, რაღაცები გააკეთეს, თუმცა ახლოსაც ვერ მოდის ამასთან და მე მგონია რომ ამაზე უკეთეს ვერც გააკეთეს. ხო, კი ბატონო. რაღაცა შედევრი არის ეს. ნამდვილად. ყველა თან ხვდება ამაზე რომ ეს არის მაგარი დანა. გეთანხმები, კი ბატონო, გეთანხმები. ძალიან საინტერესო რამ არის საინვესტიციოდ ნამდვილად რა. ანუ მე ესე შევხედე რა რომ უყურებდი დღეს რა დანები წამომეღო და აი ამ დანას მაგალითად ხელოსანი რა ხა კრისიძე რო ვფიქრობდი, ამასაც რაღაცა რომ მოუვიდეს, ამ ეს დანებს ხო სხვა ვერავინ გააკეთებს, თვითონ აკეთებს. ხო, კი ბატონო. და
ამდენი შონა როგორ გაჭირდება და რამდენად გაიზრდება ამის ფასი. კიდევ არის აი ხო გეუბნებით რა, ძალიან ბევრი კრიტერიუმით ხდება საინვესტიციო დანების ფორმირება რა. შეიძლება ჩვენ საერთოდ არ მოგწონდეს რაღაცა, მაგრამ აი მაგალითად SOG-ს აქვს ძალიან ბევრი საინტერესო, მაგალითად საკოლექციო კი არა და საინვესტიციო დანები, რომლებიც გამოშვებული იყო უბრალოდ 2000 წლამდე SOG-ები რა, ანუ რომლებიც იაპონიაშია გამოშვებული, ანუ ბრენდს აძლევს საინვესტიციო ღირებულებას, ის თუ სად იყო წარმოებული, რა რაოდენობით იყო და ყველაზე მთავარი არის, როდესაც ხდება რაღაცა მოდელის მოხსნა და ის მოდელი აღარ იწარმოება რა, ეს არის აი გადამწყვეტი ხდება ხოლმე როგორც წესი და ძალიან ბევრს უნდა მე ის დანა და იგივე სახით აღარ უშვებს კომპანია და ის დარჩენილი, ნუ სასწაულად ადის, კი ბატონო, ხშირად ხო, აი ხა მაგის მაგალითად მინდა მოვიყვანო, არც თუ ისე დიდი ხნის ბრენდი არის, მაგრამ ამ დანას ძალიან ბევრს ეკითხებიან და ამ ფორმაციით აღარ გამოუშვებთო და ეს არის ვინაიფის ელემენტუმი და მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ალბათ ჩინურ დანებში, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საინვესტიციო დანა რა, რაც კი შეიძლება იყოს ჩინური მოდელებიდან. ხო, თუმცა მე ანუ მოდი ესეთი რაღაც დავარქოთ, მაშინ პოტენციალი რამდენად შეიძლება რომ გავარდეს. აი მათ რაღაცნაირი შეზღუდული აქვთ რა. რო ვთქვათ, იმის იქით ესენი ვეღარ წავა. ისე ხო, არა, გასაგებია. ხო, მაგრამ ვერ გეთახმები, იმიტომ რომ რაღაცეებში არის, რასაც, ნუ არ ვიცი რა, ხა წეღან თქვი შენ თვითონ რა, ანუ კერშოუს დანა, რომელიც პირობითად ღირდა $40 და ეხლა ღირს $300, ანუ მართალი ხარ, ილაიჯა იშამის რა მაგის მეგათერიუმები და ის რა ქვია არც ერთი არ შევხვედრია რო აღარ არის და არავინ არ ყიდის ვინაიფის კი ბატონო ანუ არავინ არ ყიდის და სიამოვნებით მექნებოდა არაკისი და ისენი ანუ არც ერთი არ შევხვედრია ასე რომ ყიდი მეურად ბაზარზე ხო კი ბატონო ძალიან ძნელი არის იმის თქმა რომ ანუ მე მგონია რომ აი ელემენტუმი ვინაიდან მათი ფლაგმანი მოდელი არის და ელემენტუმი ეხლაც უკვე ვეღარ შეულობ განსაკუთრებით ამას ვინაიფ ელემენტუმს მოკლედ ეგრეა. აბა რა შემოგთავაზებ ბატონო გიორგი? მოდი შემოგთავაზებ, მაშინ აი ამ ერთ დანას შემოგთავაზებ. ეს არის რაინერ გროშის. დანა არის. ესენი არის ალბათ უკვე კიდე სხვა კატეგორია საინვესტიციოების, აი როგორც ნახატები არის. აი სუფთა ხელნაკეთი, სუფთა მხატვრული რაღაცა ეგეთი ნამუშევარი დანები. ამას უკვე როგორც დანას, როგორც ხელოვნების ნიმუშს უნდა შეხედა, ამ შემთხვევაში საინვესტიციოა, დანარჩენი რამდენად გავარდება ამის ფასი დამოკიდებულია მთელ თვითონ იმ პიროვნებაზე, ვინც დგას იმის უკან. და რამდენად დაფასდება, რამდენად წარმატებული იქნება ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ის განსაზღვრავს უკვე ამის ფასს. ანუ იმდენად ისეთი არის რა დაკავშირებული ხელოსანთან. ხო, გეთახმები და მე უბრალოდ აი მაგ მხრივ ძალიან ყველაზე მეტ სიფრთხილეს ვიჭერ ხოლმე ზუსტად აი ესეთ custom knife maker-ებზე, რომლებსაც არ აქვთ კოლაბორაციები, რომლებსაც hype არ აქვთ, ანუ იქ არის ორივე ვერსია. ერთი კატასტროფულად შეიძლება გაიზარდოს რაღაცის გამო, იმიტომ რომ მომავალში შეიძლება ვინმე ცნობილმა ექსპერტმა თქვას უბრალოდ, რომ აი მე რომ ახლა პირობითად რა თუნდაც ჩვენ რეალობაში რა ეხა შენ რო თქვა 20 წლის მერე რომ აი ჩემ კარიერაში ეს იყო საუკეთესო დანა. დარწმუნებული ვარ საქართველოში მას მომენტალურად დაედება რომ ხო რომ ახლა აი ამდენ დანასთან ქონია კაც სიტყვა ეთქმის ამ თემაში და აი ეგეთი თემაა რა. კი ბატონო. კაი, გადავზირა. გადა კი ბატონო, ეხა ერთი კონკრეტული მეთოდი, აგერ სპაიდერკოს აქვს გამზადებული მეთოდი რა. და დაარქვა სპრინტრანი. სპაიდერკოს ყველა სპრინტრანი არის თავის შინაარსით ეს არის შამანის სპრინტრანი, ეს 90-ვე. Cities XHP ბოდიში 90 მეთქი და ანუ არ არსებობს სპრინტრანი რომ თვითონ სპაიდერკომ შეიძლება გააკეთოს იმ წლის ბოლოს ფასდაკლება. მეორე წლიდან ის აღარ არსებობს რომ შენ სადმე ნახო ან იგივე ფასზე და ფასდაკლებული რა. არა და ამას შეგნებულად აკეთებენ რომ თვითონ აკეთებენ ფასდაკლებას რომ იმ წელს უნდა ამოყიდონ. აუცილებლად რა რომ შესაბამისად ძალიან კარგი გადაწყვეტილება არის, როდესაც სპაიდერკოს სპრინტრანს შეიძენ და იქ
სპრინტრანი რითი განსხვავდება, ხო? ანუ ექსტრტობა უკეთესი არის, ფოლადი განსხვავებული არის და სპაიდერკოს კიდე იმხელა ფან ბაზა აქვს, რომ მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რა, ანუ გაყიდვა თუ გინდა სურველების რაოდენობა. დღეს ახლა ვინმე რომ მითხრას რომ ადეკვატურ ფასად საქართველოში სპაიდერკო ჩინუქს გაყიდინებ, მომენტალურად წავალ ვიყიდი, ვისეცხე ფულს ვიყიდი. იმდანაც მინდა რა. კი ბატონო. ისა კაიქენი მიხელი რო წამოიღე სპრინტრანი მოკლედ, იმიტომ რომ რაღაცა ყველა ბრენდს აქვს, რაღაცა მსგავსი რაღაცეები და მაგალითად ზოგს აქვს რომ პირველი 100-ია, პირველი 1000-ია. ნამდვილად. ეხლა მაგალითად ხაზები აქვს ზოგს და აი მაიკროტექსზე პროფრანები იყო რომ ჩამოგვივიდა ჩვენს პატარა MSI-ები რო იყო ხოლმე, რომელსაც შეიძლება არაფრთან განსხვავდებოდეს, თუმცა კოლექციონერებისთვის ის არის სტანდარტულთან შედარებით ბევრად მეტი ღირებულება აქვს, იმიტომ რომ პირველი გამოშვება არის. Benchmade-ები შეგვხვედრია ეგრე პირველი first production-ებზე და ლარო ქონდა სონგები. კი ბატონო. ხო, ну მოკლედ ეგეც ძალიან საინტერესო არის ხოლმე და მაგას მიაქცეთ ყურადღება ხოლმე საინვესტიციოდ კარგი არის კოლექციონერებში ძალიან ფასობს. ნამდვილად. კარგი ამიხელი. კი ბატონო. მე პრინციპში ამოვწურე ბოლო სიმბოლური დატვირთვა აქ და არ მიმაჩნია რომ ეს დანა მიუხედავად იმისა რომ ეს არ ღირს იაფი უბრალოდ აი ესეთი რაღაცა მინდა თქვა ჩემი აზრით აი არ ვიცი როგორ დამეთანხმება მე ვიძახი რომ აი ეს მაგალითად ბევრად უფრო საინვესტიციო დანაა ვიდრე ეს ანუ აი ზუსტად ამით იმის თქმა მინდა რომ მე მაქვს ჩემეული ხედვა როგორ შეიძლება დანის ფასი გაიზარდოს რა აი მიუხედავად იმისა რომ აქ ხო თითქოს უფრო ცნობილ ადამიანზეა ლაპარაკი დანაც უკეთესია მაგრამ ნუ მე ვთვლი რომ ეს ბევრად საინტერესოა მიხელი ბევრად საინტერესო აუბრუნდებით ჩვენ ამ თემას რამდენიმე წლის მერე და კი ბატონო ძალიან საინტერესო იქნება ისე თუნდაც 5 წელიწადში ძალიან საინტერესო იქნება როგორ იქნება ამათი ფასები კი ბატონო აბა შენს გვაჩვენე და მე ერთი პატარა ის მექნება მოდი აი იმ ჰოკს ამოვიღებ ერთს ოღონდ იცი რას ვიტყვი ჰოკი დედლოკი ეს არის მოდელი, რომელიც ანუ ესეც ხარისხიდან გამომდინარე არის რა, როგორც რუზველტი არის რა და თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე. უნიკალურობით ფასი უჭირავს რა. შეიძლება თქვა ფასი არ მატულობს ეგრე, მაგრამ ნამდვილად არ კლებულობს ამისი ფასი. კი ბატონო. და აი ფასი ნამდვილად უჭირავს, იმიტომ რომ ნუ ხელოსანი დაფასა და პლუს უნიკალური არის ხარისხიდან გამომდინარე. 100% გეთახმები. ხო, ნუ მოკლედ მე და მიშა სხვა კატეგორიის ზანებით ვართ მოსული. კი ბატონო. და გადავიდე ბოლოზე მიშა. გადადი კი. ანუ მოდი აი მასაც გავაზიარებ არ ვიცი რამდენად გამოდგება რაღაცები კი ამოვიღებ ჩემოდნიდან მაგრამ ეს ალბათ სიმართლე გითხრას უფრო საინვესტიციო ნუ არ ვიცი ისეთი წარმატებული შენაძენი მქონდა მიშა რა ვიცი წარმატებული შენაძენი მქონდა და სიმართლე გითხრა მომწონს ეს დანა მეც მომწონს ვიზუალურად მეც ძალიან მომწონს მაგრამ აი მას მირჩევნია რა ვიზუალურად თან გავს რა იმ ურაკოვის რა ქვია იმას რაც ელპადრინიო თუ რაღაცო რა და ჯობია ხო გავს თან ვიზუალურად ხო და მეტახმები რაღაც ისინი დეტალები კი ხო მოკლედ ამას უყურებს საინვესტიციო დანად. მე არ ვიცი ეს შვეიცარიული დანა არის ეს ნაიფ არის, არ ვიცი ალბათ 2000 შვეიცარიული ფული არის, ფრანკი, რა მახსოვს. ხო, მიახმებით 2000 ღირდა რომ $700? არა, რა $700, ევროზე მეტია ფრანკი მოგონი. მართლა? კი. ხო, ნუ მოკლედ გადავამოწმებ, მოკლედ ევროზე მეტი არის, ძლიერია, როგორც მახსოვს შვეიცარიული ფული და მიახმებით 2000-ზე მეტი ღირდა. თუმცა ნუ იმდენი ის არ მაკავშირებს ამასთან. მე არ მგონი ამის ფასი ან გაიზარდოს ან გამოიზარდოს, უბრალოდ რაღაცა მილიონერების დანად წავიკითხე ეს რო არის რა, ეს მილიონებში რო ფასობს რა და მე მგონია რომ ესეც ფასი არ დაუვარდება შემთხვევაში არასოდეს. ლიკვიდურობა ექნება, კი ბატონო. ლიკვიდურობა ექნება რა, იმიტომ რომ იმათში არის ეგრე დაფასებული და შვეიცარიაში ესე რაღაცა გაკეთებული ძალიან ნუ გადაპრანჭულია რა. ხო, გადაპრანჭული არის, კი ბატონო. გილომ დუკასის დანებივით. კარგი. და გადავიდე ბოლოს ისე გილომ დუკასის დანა ვინმე საქართველოში ხო არ აქვს? მე არ შემხვედრია. ესე არ გამოურიცხავე ხარ რომ მე ცოტა ხანში გამოჩნდეს რა. მე ისიც არ შემხვედრია. რობ დალტონის არ იყოს. დალიბორ ბერგამიც არ შემხვედრია. დალიბორი აი ხო მოგიყევი წეგან ერთმა კაცმა დამირეკა და მითხრა რომ იაპათო გავაძრეო და ხო და გვაქვს მაგრამ მოკლედ ის არ არის სრულფასოვანი დალიბორი არ არის. ანუ სრულფასოვანი დალიბორს რა ვიცი ნახოთ აბა იქნება ეგეც ვინმე მოახერხოს. და მიშა
აჰა, გამოდოთ ჩემი საინვესტიციო დანა. კი ბატონო. ამდანას ალბათ ადრე თუ გიან ცალკე გადაცემას მიუგვწყვით მიშა. ხო, ეს რამდენჯერაც არ უნდა, არ ვიცი რა, რატო არის. მე ხო არ როგორ თქვა რა, საერთოდ არ უყურებ ფულის პონჩი. აი ამდანას რამდენჯერაც კიდე შევეხო. ანუ არ ვიცი, რაღაცა საოცარი ემოცია მაქვს რა. მომკალი და ვერც ერთ მაიკროტექზე ვერ მივიღე მსგავსი ემოცია რა. აი რაღაცა სრულყოფილების. არ ვიცი რა, რაღაცა არანორმალური ემოცია მაქვს ამდანაზე რა. ხმა როგორი აქვს? აი საერთოდ ამ წუთას ზუსტად მაგის თქვა მინდა რომ არ ვაფასებ არც ხმით, არც ჭრით, უბრალოდ ხელში რომ დავიჭერ, მეტი არაფერს არ ვიცახი. კი ბატონო. ნუ მოკლედ და არის კატეგორია ჩემთვის აი ეს არის იმინ რასაც ქვია საინვესტიციო დანა. და ზოგადად შიროგოროვი, ანუ დიდებული ხელოსანი, მაგასთან ერთად დიდებული დიზაინერი, ეგეთი ხო იშვიათი არის. აბა რომ ყველაფერი მაგარი იყოს და დიზაინერის მაგარი. ყველაფერს რო მაგალითად მეტფორდი ძალიან მაგარი დიზაინერი არის, მაგრამ როგორც ბიზნესმენი, როგორც ხელოსანი ვერ არის. ამ ყველაფერ ამ ადამიანს აღმოაჩნდა ეგ ნიჭი, რომ ყველაფერში მაგარი არის. როგორც ინჟინერიც მაგარი არის, როგორც აი ყველაფერნაირად გამართა და იკაკეთებს ისეთ დანებს, რომელსაც მაშინ ვემატება ფასი. რაღაცა ის მარკეტინგული ხრიკები აქვს, რომ ლატარიას აკეთებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეგრევე ბაზარზე აუქციონებს აკეთებს და ეგრევე ბაზარზე მეორე დღესვე აქვს მომატებული ფასი. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემატება. და ვინც ვერ ერკვევა ხოლმე დანებში მაგალითად მაღაზიაში გქონია შიროგოროვები, ძველი შიროგოროვი დევს და ახალი დევს და ძველი უფრო ძვირი ღირს. კი ბატონო. კი ბატონო. იმიტომ რომ ეგრე არის რა, ჩვენთან შეიძლება ვთქვა, არ არის ისეთი კულტურა, არ არის ისეთი შესაძლებლობა ვთქვა, რომ ესე გაყვე ამ ჰობის, იმიტომ რომ ძვირიანი ჰობი არის. ნამდვილად. ძალიან ძვირიანი ჰობია რა. მაგრამ ამ ადამიანის ნამუშევრები ნამდვილად ვისაც გაქვს შესაძლებლობა. მოდით დაჟე ესე რომ შევაფასოთ რა, აი საშუალოზე დაბალი რო დავთვალო ბიუჯეტი დანის მოყვარულს თვეში. ხო. ალბათ გინდა ერთი 1000 ლარი ვაინც გინდა რა, რომ რაღაცა დანა შეიძინო რა, ისეთი საკოლექციო რა. ცოტა ჰობის რომ ხო, ნუ ალბათ კი. ესეა ხო, ნუ. კი ბატონო. რა ვთქვა, წელიწადში რამდენიმე ნორმალურ დანას შეიძენ, რამდენიმე ვთქვა, იაფიან დანას. მე ჩემი რეალობით ვიძახი რა, ხა მე ხო ჩემზე კარგად ხო არავინ არ იცის, მე რისი საშუალება მაქვს რა. და ძალიან ძვირი მიჩნდება ჩემი ჰობის დაკმაყოფილება რა. ეს საოცრება. ეს არის დანა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაგარი დანა გვქონია, მე არა მაპატიოს ყველა ამას გვერდზე ვერავის დავუყენებ. ხოლმაც მაპატიოს, იმანაც მაპატიოს, ამანაც მაპატიოს. ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი დანა. ეს მოდელი 111. 111. ხო, მაგრამ ეხლა მაგალითად ძველი გაკეთებული არის. ეხლა ხოლტის ეხლანდელი ხარისხი. ამაზე მაღლა არის ეხლანდელი. ეხლანდელი შეგები რას ვიძახი, არ ვიძახი აკაკა. ზუსტად, ანუ არ ვიცი, ეს არის მაგია რაღაცა. თორე გავიგე, მე არ ვიძახი, გავარტყი ხანდახან იმ მექანიკასაც, ყველაფერს გავარტყი. რაღაცას მაგია რომ მოაქვს, რომ დავიჭერ და სიამონებას მანიჭებს. ნუ ჩემთვის ბედნიერი ვარ. ჩემთვის მარტო ეს კლიპს არის, დეტალები არის, საოცრება. კი ბატონო, ჩაუღრმავდებით. ამდანაზე მე ალბათ ეკუთვნის ამდანას თავისი ისტორიიდან გამომდინარე, ცალკე ვიდეო ეკუთვნის. ხო, ნუ ნება შენია, ხა შენ ნივთია, ისტორიაც ისეთი აქვს. რამდენი ხანია? 1-3 წელი არის ჩემთან? კი, მეტი. 3 წელზე მეტია ჩემთან არის. მოკლედ და კაი ხანი იქნება ჩემთან ჯერ კიდევ ეს დანა. კაი. ეგ არის მიშა. კი ბატონო, ეგ არის. მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ უბრალოდ არ მინდა ძალიან გამეგზელდეს სიტყვა, მაგრამ ჩვენს მაღაზიაში ნამდვილად საკმარისზე მეტია დანები, რომლებსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს საინვესტიციო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ მოვირიდები ესე კონკრეტული მოდელების დასახელებას, მაგრამ არ დაგზარდებით პირადი შეხვედრისას, შეგიძლიათ მოხვიდეთ, გაგესაუბრებით ჩემ მოსაზრებას გეტყვით, თავს რა თქმა უნდა ვერ დავდებ, მაგრამ არც დამეზარება და ბევრ საინტერესო რაღაცას მოგიყვებით. აბა, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.